პატივცემულო ქალბატონებო და ბატონებო, ყველას დიდ მადლობას მოგახსენებთ მოგზაურობისთვის. გილოცავთ ახალ წელს, გილოცავთ ყველას პატრიარქის დაბადების დღეს. დღეს განსაკუთრებული დღე არის ჩვენს დიდ პატრიარქს უწმინდესა და უნეტარეს ილიელ მეორეს 93 წელი შეუსრულდა. თქვენო უწმინდესობა, გვინდა რომ დიდი მოკრძალებით, მადლიერებით, სიყვარულით მოგილოცოთ დაბადების დღე და გისურვოთ ჯანმრთელობა, ეგრძელობა, მრავალჟამიერ სიცოცხლე. ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ იმისთვის, რომ მოგვეცით შესაძლებლობა დღეს აქ შევკრებილიყავით და ეს სიყვარული თქვენს მიმართ გამოგვეხატა. ახლა მინდა რომ სიტყვა გადავცეთ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს, სენაკისა და ჭოროწყუს მიტროპოლიტს, მის მაღალ ყოვადოსამღვდელოსობას მეუფე შიოს. მეუფე გთხოვთ. თქვენო უწმინდესობაო, დაუნეტარესობაო, ყოვლადსამდელონო, დემთავარნო, ბატონო შინაგან საქმეთა მინისტრო, ძვირფასო, საზოგადოებაო, პატივცემულო ქალბატონებო და ბატონებო. დღეს კიდევ ერთი სასიხარულო დღეა ჩვენთვის, რადგან არის მისი უწმინდესობის და უნეტარესობის დაბადების დღე. თქვენო უწმინდესობაო და უნეტარესობაო, ნება მივოძეთ დიდი სიყვარულით მოგილოცოთ თქვენი დაბადების დღე. დღეს შესრულდა 93 წელი თქვენი დაბადებიდან და შვილებრივი სიყვარულით გილოცავთ. თქვენ დაიბადეთ საოცარ ოჯახში, ღვთისმოსავ ოჯახში, იმ ურთულეს წლებში, როდესაც ეკლესიის დევნის პერიოდი იყო, თქვენი მშობლები, გამორჩეულები იყვნენ თავიანთი ღვთისმოსავობით. მამა თქვენი იყო განთქმული დიდი ვაჟკაცობით, დიდი ღირსებით და ეკლესია აქვს აშენებული აი ურთულეს წლებში. ასე რომ თქვენ ბავშვობიდან შეითვისეთ ის ჭეშმარიტება, რომ აი როგორც ამბობს წმინდა პავლე მოციქული, რომ ჩვენ ღვთისამიერ გვაქვს სახლის ზეციდან ხელთუქმნელი და მარადიული. აი ეს თქვენ ყოველთვის გახსოვდათ და იცოდით რა ეს ჭეშმარიტება, ბავშვობიდანვე გადაწყვიტეთ. მიგეძღვნათ თქვენი თავი ღვთისმსახურებისთვის. როგორც თქვენ გითხოვთ, ვერც კი იოცნებებდით იმაზე, რომ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი გამხდარიყავით. არამედ თქვენ ძალიან უბრალო ოცნება გქონდათ, რომ სადმე სოფელში უბრალო მღვდელი ყოფილიყავით, გეშრომათ ისე როგორც ხალხი შრომობს და თან მოძღვარის ყოფილიყავით. ამ დიდი სიმდაბლისთვის აგამაღლათ თქვენ უფალმა, მრავალი წმინდანის და დიდი მოღვაწის მსგავსად და სრულიად გამორჩეული ხვედრი გიბოძათ. ჯერ მოგიწოდათ სამღვდელმთავრო ძალიან საპასუხისმგებლო ურთულეს მსახურებისთვის და შემდეგ კი პატრიარქობის ჯვარი დაგადოთ, რომელსაც თქვენ უკვე 48 წელია ასეთი ღირსებით ტვირთულობთ. თქვენ გვაძლევთ საოცარ მაგალითს ღმერთის, სამშობლოს და ადამიანის მსახურებისა და სიყვარულის. ძალიან რთულია ჩამოთვალოთ ის მიღწევები, ის რაც თქვენი წინამძღოლობით ხდებოდა და ხდება, მაგრამ თავარი ის არის, რომ თქვენმა ღვაწლმა საოცრად გააძლიერა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია. აი ამას წინ მეუფე ანანია იხსენებდა, რომ იყო დრო, რომელსაც იგი მოესწრო, როცა ხალხმა არც კი იცოდა, რომ ჰყავთ პატრიარქი. და დღეს ეკლესიას სულ სხვა როლი აქვს, უმნიშვნელოვანესი შეიძლება ითქვას როლი აქვს საზოგადოებრივ და ქვეყნის ცხოვრებაში. თქვენი მოღვაწეობა შეეხო საეკლესიო ცხოვრების ყველა სფეროს. ან თავიდან დააარსეთ თქვენ ეს სფეროები, ან აღორძინეთ და უხვად თესეთ მთელი ცხოვრება თქვენი უწმინდესობა და როგორც ბრძანებს წმინდა პავლე მოციქული, ვინც უხვად თესავს, ის უხვად იმკის. და აი თქვენც ასე უხვად იმკით თქვენი უწმინდესობა ამ კეთილ ნაყოფებს, რომლებსაც ჩვენ დღეს ყველანი თვალნათლივ ხედავთ. და ამ თქვენი ასეთი უშურველი, ერთგული, თავდადებული მსახურების შედეგია და ერთ-ერთი უმთავრესი ნაყოფია ქართველი ხალხის, რომელიც თქვენ ასე გიყვართ და ასე ემსახურებით, ერთგულება, სიყვარული, რომელსაც ასე უშურველად გავლენს თქვენ დამი. თქვენ ბრძანეთ ერთხელ, რომ ეს ურთულესი წლებიო გადამატანინა ღვთის წყალობა
და თქვენმა სიყვარულმა და თქვენმა ერთგულებამ თქვენ მიმართეთ თქვენ სამწყსოს და ჩვენ ყველამ დღეს ერთად დავზენთ თქვენ უწმინდესობა რომ თქვენმა მსახურებამ და თქვენმა სიყვარულმა მამობრივმა ზრუნვამ მოგცა ჩვენ და გვაძლევს დიდ მაგალითს საფუძველს იმისა რომ ჩვენ შევძლებთ ამ სირთულეების დაძლევას მთელი ჩვენი ქვეყანა შეძლებს ჩვენ ამ ახალ წელიწადს ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის თავს და დიდი იმედი გვაქვს თქვენ უწმინდესობამ და გჯერა რომ თქვენი წინამძღოლობით და ლოცვა-კურთხევით შევძლებთ ღირსეულად აღნიშნოთ ეს დიდებული თარიღი, რაც გახდება კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი უფალთან დაახლოებისა და ჩვენი ერის გამძლიანების გაძლიერებისა. კიდევ ერთხელ გილოცავთ დიდი სიყვარულით თქვენს დაბადების დღეს შევთხოვთ უფალს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, მოგცეთ ჯანმრთელობა, გაგაძლიეროთ სულიერადაც, ფიზიკურადაც, მოგმადლოთ ღირსეულობა, გახარებული ყოფილიყავით ჩვენი ერის ჯერ ღვთისადიდებლად და ჩვენი ერის გასაძლიერებლად და გადასარჩენად. ამინ. მადლობა საპატრიარქო გუნდს იმან გამოგლაშვილის ხელმძღვანელობით, გუნდს რომელიც თქვენი ლოცვა-კურთხევით შეიქმნა თქვენ უწმინდესობამ და აგერ უკვე 27 წელია ქართული მუსიკალური ხელოვნება გააქვს საერთაშორისო ასპარეზზე ძალიან წარმატებით მოღვაწეობს საქართველოშიც და საზღვარგარეთაც. ჩვენთან სტუმრად გრძელდებიან საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობილი პროექტის, საბავშვო მუსიკალური პროექტის რანინას მონაწილეები. მე მინდა სიტყვა გადავცე საზოგადოებრივი მაუწყებლის მედია დირექტორს ქალბატონ რუსლან ბანჯგალს. პატრიარქო გილოცავთ დღევანდელ დღეს და საქართველოს ულოცავთ იმის რომ თქვენი დაბადების დღე მხოლოდ თქვენ არ გეკუთვნის. ეს ეკუთვნის მთელ საქართველოს. უღრმესი მადლობა ყველაფრისთვის, რაც ამ საუკუნის მანძილზე გიკეთებიათ და მართლაც ბედნიერები ვართ ყველანი, ვის თქვენს ეპოქაში დავიბადეთ და მადლობა ვთვალს ამისთვის. მოგესალმებით, მეც მინდა მთელი რანინას სახელით უწმინდესად და უნეტარესო მოგილოცოთ ეს მართლაც დღესასწაული. უდიდეს ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს გისურვებთ ჩვენი ბავშვების და ჩემი სახელით და შევეცდებით რომ ჩვენი სიმღერით მოგილოცოთ ეს დღესასწაული. ძალიან ბედნიერები ვართ ჩვენ ამ ყოფნით. სიმღერას მინდა იგეთ ვისთვის სტილიმე მოწყარებას ვინგარიდებს მისი ჭირიმე გაზაფხულის ვარდი შეღარებებს გულიხვა ამ სოფელში მოჩვენების დრაიბული ხარ შენ ჩემო თუ
ამ არაჩვეულებრივ ბავშვებს და ახლა გვინდა სიტყვა გადავცეთ ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს, რექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს ბატონ დავით გულგერიძეს. ჩვენი უბედურებაა თქვენი უწმიდესობა, რომ უფალმოვარდნათ ჩვენთვის. თქვენ ჩაიბარეთ, როგორც თქვენ წარით, სუდარა გადაფარებული ქართული პატრიოტული ეკლესია და დღეს დედამიწაზე კონტინენტი არ არის თითქმის, რომ არ იყოს ჩვენი მართლმადიდებლური ქართული ეპარქია. უმრესი მადლობა ყველაფრისათვის. თქვენი სიცოცხლე, ჩვენი სიცოცხლე, თქვენი ლოცვით ვართ ჩვენ, ჩვენი ხელისუფლების სწორი და პრაგმატული პოლიტიკით ამ ურთულეს დროს ბეწვის ხიზე გავდივართ და გავალთ. საპატრიარქო გულთხოვთ სიმონ ჯაკულაშვილის ხელმძღვანელობით. ბატონ ზიად ბოლქვაძეს ამ არაჩვეულებრივი შესრულებისთვის ბატონმა ზიად ბოლქვაძემ რამდენიმე დღის წინ სხვათა შორის მისი მუსიკალური ხელმძღვანელობით ბათუმში ჩატარდა კონცერტი, რომელიც თქვენ მოგეწყნათ, თქვენო უწმინდესობა, სიყვარულით პატრიარქს, ასე ერქვა ამ კონცერტს, სადაც შესრულდა თქვენს მიერ დაწერილი საგალობლები და ახლა მინდა რომ ბატონ ზიად გადავცე სიტყვა. ჩემთვის ზღაპრული დღეა, საოცარი დღეა. და საერთოდ ზოგადად გონია რომ ჩემს ცხოვრებაში რაც მოხდა და ბიჭების ცხოვრებაში რაც მოხდება და რაც მოხდა ეს სიზმარი იყო და ამისთვის მადლიერების სიტყვა არც კი ვიცი როგორ უნდა გამოვთქვა. არ ვიცი ღმერთს ვთხოვ რომ ბედნიერი იყოს თქვენი გული, თქვენი უწმინდესობა და თქვენს გულში რაც არის ჩვენი სამშობლოს კეთილდღეობა, განთლიანება და იაცრულებოდეთ, იცოცხლეთ, გვიყვარხართ ძალიან. Of course.
ძალზე ბედნიერები ვართ დღეს. თქვენ ხართ ჩვენი აზრი და მომავალი, ნუგეში, იმედი. თქვენ ხართ ჩვენი მუსიკა და შთაგონება. ჩვენ გვინდა შევასრულოთ თქვენთვის სიმღერა თბილისზე. ნედავსა და რიგიდევსა უძიროთ ლურჯი ხავასი სწორედ ისეთი როგორ შენია ნაიადები ძარასული ნაგრევი ნადი ხავასი ჭარასავით შემოგარჩენია ქალბატონი ნინო სუხიშვილი ბრძანდება ჩვენთან ერთად, თქვენთან მოსავალად არის მოგზაურებული თქვენ აუწმიდესობა, ანსამბლ სუხიშვილების სამხატვრო ხელმძღვანელი ქალბატონი ნინო არის იმ ადამიანებს შორის, ვინც თქვენი აღსაყდრებისთანავე მალევე მივიდა ეკლესიაში, გახდა დედა ეკლესიის წევრი, მრევლი და იმ პერიოდიდან უკვე მრევლია და იმიდან რომ გადავცა ეს სიტყვა ქალბატონ ნინოს. თქვენ აუწმიდესობა, ძალიან ძნელია სიტყვებით გამოხატო ის სიყვარული, ის მოწიწება, ის დამოკიდებულება თქვენს მიმართ, რაც გაგვაჩნია მე მთელ ჩემ ოჯახს და მთლიანად მთელ საქართველოს. მე არაერთხელ მithქვამს, რომ ბედნიერი ვარ, რომ თქვენი პატრიარქობის პერიოდში მომიწია ცხოვრება და ეს არის ძალიან დიდი საჩუქარი, არა მარტო ჩემთვის, არამედ ყველა ჩვენი თანამემამულესთვის. ნამდვილად უსაზღვროა ის სიყვარული, რაც გაგვაჩნია თქვენს მიმართ. მე მინდა მოგილოცოთ დაბადების დღე, გისურვოთ გამძლეობა, ჯანმრთელობა, ძალა და ჩვენ თავს მინდა უსურვო ყველას, რომ დიდხანს ვყავდეთ კარგად და თქვენი ლოცვით, იმიტომ რომ ეს არის ყველაზე დიდი ნუგეში და საჩუქარი ჩვენი მთელი ქვეყნის. უნდა მომეცით ყველას მაგივრად მთელი ჩემი დასის, ანსამბლის, ოჯახის სახელით მოგილოცოთ. Shut
ჯემალ სეფიაშვილი ბრძანდება ჩვენთან ერთად, ძალიან ბევრი ცნობილი ჩვენთვის საყვარელი სიმღერის ავტორი და მას მინდა გადავცე სიტყვა. გთხოვთ ბატონო ჯემალ. მადლობა მოგესალმებით ყველას. თქვენ უწმინდესებო, აღარც მახსოვს რამდენი ათეული წელი გეფერებით, ვეფერებით ერთმანეთს. რამდენი ათეული წელი მეგობრობთ და აი ეხლაც არის და გული მომსავსე უზარმაზარი სიყვარულით. მე მინდა გიმღეროთ ფრაგმენტი თქვენი საყვარელი სიმღერიდან. დავუნთოდ ერთმანეთს სამთლები, ვაჩუქოთ ერთმანეთს ვერი, დავუნთოდ ერთმანეთს სამთლები, ვაჩუქოთ ერთმანეთს წლები. დიდი მადლობა. დაიხარეთ. პატრიარქის მიერ დაწერილი ანგელი. Leila Gueruda.
ბერი კაცი ვარ, ნუ მოკლა. ბერი კაცი ვარ, ნუ მოკლა. ბერი კაცი ვარ, ნუ მოკლა. Miara დამთავრებია უცხოესო. აჭარული? აჭარული. აჭარული ხო მინდესმა. Thank you.
ღვთისმშობლის თქოს საოპერო მომღერალს. თქვენი ღვთისმშობლა თქვენს ნაწილს სიმღერას შეასრულებს ერეკეს დალოცვა. ხო, არაჩვეულებრივად სიმღერას თქვენ უწმინდესობა დიდი სიყვარულით მინდა მოგილოცოთ დაბადების დღე და ისე როგორც არასდროს დღეს მინდა გისურვოთ დღეგრძელობა, იმიტომ რომ თითოეული ქართველისთვის ხართ უდიდესი იმედი და თითოეულ ოჯახში დღეს არის დღესასწაული. ეს მეტყველებს იმაზე თქვენ რაოდენ დიდი ღვაწლი გაწიეთ ჩვენი ქვეყნისათვის. მე ახლა შევასრულებ თქვენს მიერ შექმნილ სიმღერას, რომელსაც ქვია ერეკეს დალოცვა და ვფიქრობ, რომ რაღაცნაირად ჰიმნის მსგავსია ეს სიმღერა და ყველა ქართველში შეიძლება გააღვიძოს ის სულისკვეთება, რაზეც თქვენ მთელი ამდენი წლები საუბრობთ. გილოცავ კიდევ ერთხელ თქვენ მოგესალმებით.